მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ რესტორან ბაბილოსთან დაკავებულებიც. გუშინდელი საპროტესტო აქცია 9 ადამიანის აყვანით დასრულდა. 9 მათგან სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. მათ შორის 3 ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრია. დღეს საქალაქო სასამართლოში გუშინ დაკავებული 2 მოქალაქის საქმეების განხილვა მიმდინარეობს, დანარჩენების პროცესი კი ხვალ უნდა გაიმართოს. ორიდან ერთი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი შაკო მაღრაძეა, რომელსაც ცოტა ხნის წინ 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილებას ხმაური და პროტესტი მოჰყვა სასამართლოსთან პარტიის ლიდერები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იმყოფებიან. მაკა ლაშხიას ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. მაკა უფრო კონკრეტულად როგორ მიმდინარეობს პროცესი? მოსამართლე ლელა მინდელბერგერის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელს შაკო მაღრაძეს ხმაური და პროტესტი მოჰყვა დარბაზში, რომელიც უკვე შემდეგ გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში, როგორც ისინი ამბობდნენ, მოსამართლე მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება და უდანაშაულო ადამიანი დატოვა პატიმრობაში. რაც შეეხება პროცესის მიმდინარეობას, საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესი. ადვოკატებმა დააყენეს რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის ერთ-ერთი იყო მოსამართლის აცილება და ისინი ხსნიდნენ ამ შუამდგომლობას იმით, რომ მოსამართლე იმყოფებოდა გუშინ გამართულ კორპორატიულ წვეულებაზე და მას არ ჰქონდა მორალური უფლება განეხილა აღნიშნული პროცესი. რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას, ასევე მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, ისინი ამბობდნენ, რომ მოსამართლე არის სანქცირებული და სწორედ ამიტომ ითხოვდნენ მოსამართლის აცილებას. მესამე შუამდგომლობით, რითაც მიმართეს სასამართლოს ადვოკატებმა, იყო თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის გოგა მემანიშვილის დაკითხვა, რადგან ადვოკატების თქმით, გოგა მემანიშვილი უშუალოდ მონაწილეობდა აღნიშნული პირის დაკავებაში და სასამართლო პროცესზე კი მოპასუხე მხარეთ მოწმის სახით იყო წარმოდგენილი სხვა სამართალდამცავი. რაც შეეხება პროცესზე სხვა განვითარებულ მოვლენებს, ადვოკატები დღეს პროცესზე 300 ლარიანი ჯარიმით დაჯარიბდნენ. როგორც ისინი განმარტავდნენ, მოსამართლე მათი მისამართით სვავდა კრიტიკულ შეკითხვებს და ადვოკატების თქმით, მათ არ ჰქონდათ ვალდებულება ამ კრიტიკული კითხვებისთვის ეპასუხათ, სწორედ ამიტომ მათ მოითხოვეს და მიმართეს მოსამართლეს, რომ მათ სურდათ დარბაზის დატოვება, რა დროსაც ადვოკატების ინფორმაციით მოხდა მათი დაჯარიმება. მოვჩით ყველაფერს გადაწყვეტილება ჩვენ დასწრებთ დარბაზს და დაგვაჯარიმა 300 ლარიანი. შავი მანტიით, შავი ნიღბით ამ ქვეყანას ჩვენი სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეზე ძალადობა აუცილებლად დასრულდება. ყველას უსურვებ მალე გათავისუფლებას და ამ ბრძოლაში გამარჯვებას. სამჯერ დავაყენეთ აცილების შუამდგომლობა და მოსამართლე, როდესაც არ დააკმაყოფილა არავითარი შუამდგომლობა, არ მოეწონა ჩვენი სხვადასხვა კითხვები მოწმეზე. სასამართლო ცდილობდა, რომ ზეწოლა მოეხდინა ადვოკატებზე, ჩვენ წაგვართვა ყველანაირი სიტყვის უფლება, ჯერ შუამდგომლობები არ დაგვიყვაყოფილა და ამის შემდეგ მე და ჩემი კოლეგა 300 ლარი დაგვაჯარიმა. პროცესის მიმდინარეობისას, როდესაც აზრი აღარ ქონა პროცესის დასწრებას, განუცხადე, რომ პროცესი უნდა დამიტოვებინა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაპროტესტებთ იმას, რაც ხდებოდა და ეს როდესაც მოისმინა ბატონმა მოსამართლემ, გადაწყვიტა, რომ სამაგიერო გადაიხადა და 300 ლარიანი ჯარიმით დავეჯარიმებინე თითქოს და არ ვემორჩილებოდი. ამის შემდგომ ჩემი კოლეგაც ასევე დააჯარიმა 300 ლარიანი ჯარიმით. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე კიდევ ერთი დაკავებული ნუცა მახარაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც იგივე მოსამართლე განიხილავს. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს რა თქმა უნდა გვეცოდინება პროცესის დასრულების შემდეგ. მე შეგახსენებთ, რომ გუშინ ბაბილოსთან აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით სულ 9 პირი დააკავეს, მათგან 2 სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა, შემდეგი 7 პირის პროცესის ჩანიშვნას კი ადვოკატები ხვალ ელოდებიან. მადლობა, საქალაქო სასამართლოდან მაკა ლაშხია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.